ბევრ ორგანიზაციაში იბრძოდა მაღალ დონეზე. This is bout 6. I present you ძიუდოისტებს ესე განმარტებას არ გავაკეთებთ ვინ არიან და რას წარმოადგენენ, იმიტომ რომ სპორტის შესაძლებლობა განსაკუთრებით პოპულარული არის ჩვენ ქვეყანაში. ოლიმპიური მედლებით მობჯენილი. ვაშაგურული ასევე არის მოკრივე, რომელიც პარიზში გასამართო ოლიმპიადაზე დაიცავს საქართველოს ღირსებას, ძალიან მაღალი κλასის და სანახაობრივი მებრძოლი და ამასობაში მოგვიახლოვდა მომდევნო ორთა ბრძოლა. მე ბრძოლა, ლუგა. სერიოზული საღამო არის. ძალიან მაგარი ბრძოლები. შემდეგი ბრძოლა არის ნავრუზბეკ უროკოვი შოთა ბეთლემიძის წინააღმდეგ. შოთა ბეთლემიძე მოგიხსენებათ არის ვეტერანი ქართული MMA-ისი. თვითონ როგორც თქვა შეიძლება ეს მისი ბოლო ბრძოლა იყოს ოქტაგონზე. ჩვენ იმედი გვაქვს რომ არ იქნება ბოლო ბრძოლა. მაგრამ მისი გადაწყვეტილებიდან მისი გადაწყვეტილება რომ არც ჩავთვალოთ, გვინდა მოკლედ რომ გაიმარჯოს ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, უზბეკი სპორტსმენი ნავრუზბეკ უროკოვი 27 წლის, ეს გახლავთ 93 კილოგრამი წონითი კატეგორია, light heavyweight, ქვემძიმე წონითი კატეგორია. ეს ის კატეგორიაა, სადაც მებრძოლებზე და მათი ბრძოლის ხარისხზე ასაკი ნაკლებად ახდენს გავლენას. დაბალ წონებში მაინც უფრო შეიმჩნევა ხოლმე რომ 38 წლის ზევით უჭირთ მებრძოლებს იმ ტოპ დონის შენარჩუნება. იგივეს ვერ ვიტყვით მაღალ წონებზე, აი ალბათ მაინც middleweight-დან ზევით უკვე მოდის, სადაც უკვე ერთი დარტყმა შეიძლება იყოს. ხო, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. შოთა ბეთლემიძეს აქვს ძალიან დიდი რეკორდი. 20 ბრძოლა აქვს პროფესიული და იქიდან აქვს 18 გამარჯვება და 2 მარცხი. ძირითადად სულ ფინიშები აქვს. დღესაც ამ ბრძოლაში უკვე დარწმუნებული ვარ ფინიში. Because the next fighter who's coming in the octagon, I'm going to say so much things about him. But first, red corner, Shota Bethlemidze. ჭირდება ჩემი აზრით რავი, კაი ნიკნეიმი. გამოდის შოთა ბეთლემიძე, ვეტერანი სპორტის. ოვაციებით ეგებება მას დარბაზი, სრულიად დამსახურებული. ბევრი რამე აქვს მას გაკეთებული საქართველოში სპორტის ამსახეობის პოპულარიზაციისთვის, იმისთვის რომ დღეს დარბაზში აი ამდენი ხალხია და ასე ამხნევებენ ქართულ სპორტსმენებს, დასაფასებელია ეს ცალსახად და ამაზე კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია რომ 43 წლის ასაკში ეს ადამიანი ისევ შედის გალიაში და ისევ იბრძვის. აღნიშნეს შენ ბევრი ფინიში და ეს ფინიშები თან მოდის სულ სხვადასხვა ხერხებით. ხან არის TKO, ხან არის პირდაპირ ნოკაუტი, ხან არის ყივნეულით ფინიში, მოკლედ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. ნამდვილად ძლიერი მებრძოლი არის. ამ წონაში მით უმეტეს. მას არაერთხელ უჩვენებია რომ შეუძლია დაფინიშება ნებისმიერი პოზიციიდან. და მებრძოლი ნამდვილად ცოცხალია, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის და დიდი ალბათობით დღესაც გვანახებს დიდებულ ფინიშს. რაღაც გაიგო. შოთაც წარმოადგენს გურამ ფაით კლუბს. შოთა ვეცდებით რომ არ ვიყოთ მიკორძებულები, მაგრამ შეიძლება არ გამოვივიდეს. სპორტის ამსახეობის მოყვარულებს ბავშვობიდან გვახსოვს შოთა ბეთლემიძე, მისი ბრძოლები რაღაც ხერხებით რო ახერხებდით ხოლმე ამ ბრძოლების კადრების მოპოვებას შემდეგ და ყურებას. ასე რომ ჩვენთვის ნოსტალგია, სენტიმენტები, ბევრი ასეთი რამ არის შოთა ბეთლემიძის ბრძოლა და დიდი პატივია როგორც კომენტატორისთვის, რომ მისი ორთაბრძოლის აყვანა მიწევს ახლა. ჩემთვისაც აღნიშნავ, ხალხიც ძალიან ამხნევებს შოთას.
first, fighting out of the blue corner, age 27 years old, his weight is 130 kilograms, he stands on 182 centimeters, professional record, 3 victories, 3 losses, representing Legion Fight Club from Tashkent, Uzbekistan, 184 სანტიმეტრია იგი სიმაღლეში. აქ უკვე ძალიან მცირეა სხვაობა როგორც რომში ისე სიმაღლეში არ ექნება განსაკუთრებული გავლენა ამას. განსხვავება არის მხოლოდ გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად ასაკი. უროკოვი არის 16 წლით უმცროსი ოპონენტზე. 43 years old. His weight is 110 kilograms. He stands on 184 centimeters. Professional record, 18 victories, 2 losses. Representing Guram Fight Club, the legend from Gori, Tbilisi, Shota Bethlehem. Sheni information გამიგავდა და 43 წელს მეფროები ინფორმაცია არ მექნება არანაირი პრობლემა. მე 35 წლის ასაკშიც დანახმავარ ესეთ ფორმაში ყოფნაზე. ეხლაც არ ვიქნებოდი უბრალოდ. კი, ნამდვილად. გონი უნდა დავიწყოთ ვარჯიში ჩვენც. შეგვიძლია. არაფერი გვიშლის ხელს ჩვენი თავის გარდა. იწყება პირველი რაუნდი. ნერვიულობ. ატივისემა გამოხატეს რა თქმა უნდა ერთმანეთის მიმართ ორივე მებრძოლმა. შოთა იჭერს ცენტრს და მიდის პრესინგზე. ტეიქდაუნი შევიდა შოთა, შეასრულა ტეიქდაუნი. ძალზე დიოლად თან ერთი ფეხით აიღო სინგლ ლეგ ტეიქდაუნი და გადაიყვანა მეტოქე მიწაზე. თავის სტიქიაში არის ახლა შოთა. ერთხელს აკონტროლებს ურუკოვი, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და აიღლება ის ხელი და მოახერხებს შოთა ამოგებას. მერე იქნება ურუკოვი ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში. ვილათან ამ წონაში ეს გრავიტაცია არაზეც აქამდე ვილაპარაკეთ, რომ მძიმედ მუშაობს, იმიტომ რომ მძიმე წონები არის. და ამ ხელა ოპონენტი რო გაწვება ზევიდან ორჯერ უფრო ჩქარაგულის. ძალიან ცუდ პოზიციაშია ურუკოვი და თავისუფლად კარგში შოთა. კარგად აკონტროლებს ბეთლემიძე მეტოქის ხელს და მთლიანად წეულს ახლა ფულმანზე გადავიდა ზუგიც აიღო. კარგ პოზიციაში არის. სლემი! სერიოზული სლემი შოთასგან. კარგად დაიჭირა შოთა. კონტროლია. კონტროლი გვერდიდან. კარგად უჭირდა. ხელის პირველი უსწავლია. მაგარ პოზიციას აქვს. ჯიჯი. მაშინ ძლიერი დარტყმები. ცილიდან ყოველს კილტოს აერისგან. ნამდვილად თან ესეთი მძიმე დარტყმები შოთას აქვს.
შოთა ბეთლემიძე საერთოდ არ აქვს ასაკი ზუსტად ისე იფიქრე სამ სპორტსმენს The referee now declares the winner გამარჯვებულ ჩვენ კი ვიცით უკვე by the technical submission and his name is წივნეულით გაიმარჯვა შოთა ბეთლემიძე Shota ჩემი ფავორიტი წონითი კატეგორია გვენდიო წონითი კატეგორია მიზეზების გამო ჩაკლიდელი ტიტო ორკესტრის დუელების შემდეგ ლეგენდები სპორტის ლეგენდები პირველი სუპერსტარი მე მაგწონაშივე წამოვიდა ალბათ ბოუზი ჯონ ჯონსი დენიელ კორმიე მოკლედ დიდი ისტორია აქვს შერეულ საბრძოლო სახეობებში ამ წონის კატეგორიაში მძიმე და მძიმე წონის კატეგორიებში მოусმინო ჩოტას ეს 23 ბრძოლა ჩემი ყველაზე მაგრად მეშინოდა დღევანდელი დღის იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩემი გულშემატკივარი აქ არის ჩემი თავდაცვის ძალები აქვს და ყველაზე მაგრად მეშინოდა დღეს ამ გამარჯვებას ხვალ დედების დღეა და ყველა დედას მეუძღვნი განსაკუთრებით მათ ვისაც ვინც საქართველოს თლიანობისთვის შვილები დაკარგეს და ვერ მიულოცავენ იმათ ულოცავ პირველ რიგში ყველას უღმესი მადლობა და ამ გამარჯვებას მიუძღვნი არავის ეტკინოს თავდაცვის ძალების იუნკერებს. ეს არის საქართველოს მომავალი, ჭეშმარიტი. ისინი მეც გვაგარებინება. იმადობა. პატივსაცემი სიტყვები შოთასგან. ნამდვილად პატივსაცემი სიტყვები მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენა მან ბრძოლის შემდგომი სიტყვაში და გაგვახარა ჩვენი ინფარქტა რომ არ გაუკეთებია განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. I give you welterweight division. Blue corner. გადავედით ჩვენ შემდეგ ბრძოლაზე მეშვიდეზე. Farzaliev. ტურალ ფარზალიევი გიორგი ტაბატაძის